ილიამ რაც ჩაუტარა, ეგ იყო აი ფეხბურთში რო შევა და რობენი რო ფლანგზე ბურთზირებდა და შუაზე გადადიოდა და ურტყავდა ხოლმე. ადამიანი რომელიც უცხოელი იყო, გადავედი წერს ესეთ კომენტარს, რომ ილიას დაამარცხებს პადი, იმიტომ რომ პადი ძალიან დომინანტი მოჭიდავია და რაღაც ესე ბლაბლაბა, გვარი ეგრევე რაღაცა შარიპო, მარიპო რაღაც, გასაგები იყო მის. მესამე ტიპის ის და ხო რავი, ამან მოიგო. და აი ესეთი მოპოვებული გამარჯვებით ტრაბახობ. და მე ილია გამოდის და მართლა იარაღი ესროლა და დააგდო. ნახეთ ალბათ ჩარლზ ოლივერი პირველ გაცვლებში აი ძალიან ძლიერი იტაყვი ილიას მოხდა ზუსტად აი სადღაც ცხვირის და ტუჩის მიდამოში და თავიც გადაუგდო ილიას მაგრამ ილიამ არაფერი ეს აი წამის მეათედიანი რეაქცია მისცა და აქეთ გადაუგდო კომბინაცია ანუ ეს ბიჭი სხვაგან არის მართლა იმა ხო გაგვაუცა ეხა მისმა პერფორმანსმა და ამაზე ვისაუბრებ და ჩვენი დღევანდელი მთავარი თემა ვინ იქნება შემდეგი მაგრამ ამის აღნიშვნა მინდოდა ზუკა ეს არ არის ნორმალური ესეთი დარტყმა გაატარო და არში აი მოეფხანა რა უბრალოდ ეს რა იყო და გააგრძელა ჭუბი არ ვიცი მე ესეთ რაღაცა ისევ რომ მიუყვეთ ამ ამბავს ეს დარტყმა რომ ლაივში იმდენად კაფი ვარ გამოჩნდა და არ აგვანერვიულა სწორად იმას მიუთითებს რომ ილიას ყველა იმ უპირატესობასთან ერთად რაც მის მეტოქეების წინააღმდეგ გააჩნია აქვს ძალიან მაგარი ნიკაპი რასაც ვეძახით ამტანობა იმიტომ რომ ეგ დარტყმა ხა მე თან იქ ემოციებში ვიყავ ხდები კარგად ვერც აკვირდები ხა სიგონებაზე რომ უყურებ ამ ძო საერთოდ სხვა აი ის დარტყმა რომ ნახე აი ის დარტყმის მომენტი რო გეჩვენებინა და გაგრძელება არა აი აუცილებლად 10-დან 9 შემთხვევაში ის მებრძოლი აუცილებლად უნდა გათიშულიყო. მეც რო გეკითხა, რა ვიცი, სახჭა მოვიდოდი რომ ის მებრძოლი გაითიშებოდა. ეს დარტყმა აიტანო, თან ისე რომ ამან არ შემჩნევა ხო, იმიტომ რომ შეიძლება ეს დარტყმა აიტანო, არ დაგეტყოს რომ არ როქს ჩავარდი, ან ნოკდაუნი ქონო, უბრალოდ აი პასივში გადახვიდე თავის დაცვა უფრო არაფერი. ეგრევე შეუტია. გინდა ის დარტყმა მოხვედრო და გინდა ის დარტყმა არ მოხვედრო და აი არ ვიცი. ეგ ერთი მომენტი იყო, რაზეც აუცილებლად უნდა ვემჟელა. მან კიდევ ერთხელ გამორჩა, მაგრამ ილიას ისეთი დარტყმაა ქატანილი. აი ეს ჯაი. ეგ დაუჯერებელი რაღაცაა. ფერფეც კისერში რო ფეხი გააკეთა. კისერში რო ფეხი ხდება, ეგ დაუჯერებელი რაღაცა არის. ანუ ეგ რო ფილმში რო ნახო ეგეთი კადრი რო ვინმე ეგრე ფეხს ურტყავს და ის ტიპი არ ითიშება, ვიტყვი რომ აი რეჟისორი რეებს აკეთებ კაცი. რას მაიმუნობთ ხა. მოძრაობაზე დარტყმა რომელიც ვერ ანუ ილია ხომ აქ დროს ჰუკს ურტყავდა საერთოდ ვერ დაინახა და ჯაი ჰერბერტმა მართლა ტაში უნდა დაუკრათ ისეთი მაგარი და ზუსტად კისერში წვივი და ამ ვიცი რა არის კრივი მესმის ჭიდაობის სწავლაც მესმის და ყველაფერი მესმის აი ესეთი ამტნობა აი ვინ რა უნდა დამართოს აი ვეღარ ვიგებ მართლა ამი დაგს თუ არ იმჩნევს თუ ამ ფეხს ხვდება და მე ეს აქეთ აფინიშებს იცი კიდე რა ადასტურებს რომ ილია სხვაგან არის ხოლმე ჭუბის დროს საერთოდ არ ჯდება მის ხასიათში როცა გათიშულ კაცს ურტყავს და კვირდი როგორ პატევისებს ხოლმე ჩარლს როგორ საუბრობს ბოდიში თუ კაცრავად ილია მე ხო იცოდა რომ ეს ერთმა დარტყმამ გათიშა ჩარლს ხო იმ 4-დან პირველი საკმარისი აბსოლუტურად ზედმეტი ბჭყალებში იყო ისაც დაამატა ხო ეგ მომენტი აჩვენებს რომ ჭუბის დროს ილია არის სადღაც გადართული სადღაც არის რა ანუ ამ პლანეტაზე არ არის რაღაცა უსახლდება მართლა და ტიპი ხდება ტანკი აი რაღაცებს ხო ვიძახდი რომ 77 მეჩი არ გვინდა და პატარა და
ეს რაღაც ჭიდაობის იმაზე წავიდა საუბარი, რომ აი იქ ისლამი რა რეებს ლაპარაკი. ისლამი ეგრე წინ ჩქარა არ წავიდოდა. ისლამი არ არის ეგ ტიპი, რომ ჩხუბი დაიწყოს და ულინზე წინ წავიდეს. არ არსებობს ეგეთ რაღაცა. უბრალოდ როგორც ოლივეირამ არის ის უკანა ფეხზე ჩხუბი, ისე ისლამ ახაჩევი არ არის ტიპი, რომელიც დავაიდა წინ წავიდეს. არ არსებობს ეგ გააკეთოს მით უმეტეს ილიასთან. იმიტომ რომ ძალიან დიდი შანსი არის, რომ მოხდეს ასე, რომ ისლამი ბევრად თხილად იქნება. იმას კი არ ვამბობ, რომ კლინჩში ვერ შეეკრება, მაგრამ ოლივეირას გეგმა იყო ერთადერთი სწორი გეგმა. სხვა არ იყო რა სხვა შანსი, წინ უნდა ეარა და აი ზუსტად მანდ უნდა მოეხერხებინა, რომ ზურგზე დავარდნილიყო ილია და მე ამას დაემაუნთებინა და აი მანდ უკვე პარტერში ხო, როცა ამხელა კაცი ისედაც დიდი კაცი შენ ზურგზე ხარ და ის ზემოთ არის, ეგ უკვე სერიოზული პრობლემაა, მან წონას ძალიან ბევრს წყვიტავს. მაგრამ სხვა რამე არის, უკვე აი რაღაც მგონია, რომ ილია რასაც ხელს მოკიდებს თუ თქვა რომ 77-ში მინდა ისლამთან ჩხუბიო იცის როგორც გათიშავს. მე ამ კაცთან ეჭვი აღარ შემაქვს დავამთავრე. აი მის ზოგადად საბრძოლო განწყობაზე აი ჯოროგანთან თქვა და ის ფრაზა იხა გამახსენდა, იმიტომ რომ აი ახლა მივხვდი რას გულისხმობდა. ჯოროგანთან ამბობს ესეთ რაღაცას ილია, რომ დასაწყისშიო კარიერისო ძალიან ნერვიულობდიო ჩხუბის პერიოდშიო. ნუ გულისხმობს რას, რომ აი ვაი წამაქციოს, ვაი ას გამარტყას. მე რომ რაღაც მომენტში ჩემი კარიერისო მივხვდიო რომ კი არ უნდა ვინერვი პირიქითო თავდაჯერებული უნდა ვიყო და ყველაფერს უნდა შევეგუო, უნდა ვიცოდეო რომ აქვს ათვარ და ეს თავდაჯერებულობა გახდა მისთვის თავარი იარაღი. და ეს ზოგადად მის ხო პიროვნებაში ჩანს რომ იმდენად თავდაჯერებული ადამიანი წინა დღეს აღნიშნავს და მე რეჩხუბობს ხო ეს როგორ შეიძლება გააკეთოს. ავამყოფური რამე. ხო ეს არის რაღაცა განსხვავებული ხასიათისთან ეს ყველაფერი რომ ამ ყველაფერს აკეთებს და მე ასრულებს ეგაა თორე რამდენ სულელი იზავს გავს რაღაცა. აურა ემატება და მაქსთანაც უკვე რომ ეს ესპანური ჰანგები გაისმა და ეს რაღაცა გიტარა და ილიას გამოსვლა და შემდეგ ჩხუბზე ილიას გამოსვლის დროს ეგ ესპანური ჰანგი რო იქნება ორჯერ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს იმას ვიც მის წინ იდგება. იმიტომ რომ ილიას აურა მატულობს და ეს გამარჯვებები მის თავდაჯერებულობას ზრდის და უკვე რაღაც სუპერ ზალაში გადასდის უკვე არ არის ნორმალური ესე რაღაცა ჩარლზ ოლივეირას იდაყვი კოღოს ნაკბენივით მიიღო ასე და ჩარლზ ოლივეირა ზურგიდან უსაშიში ძალიან საშიში ადამიანი ყველაზე საშიში რა ვიცი აბა ყველაზე მეტი ფინიში აქვს რა გავაკეთო ხო რომ ვიზე ვთქვა რომ უფრო საშიში ყველაზე მეტი მოდი ლაითვეიჩი ვინა მაგასაც არა გრეპლინგში ხო პადის ეს საუბრობენ პადი ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ანიბანი არის გარდი ანუ თელი კონფლიქტი ამ ჭიდაობის სახეობის სხვა ჭიდაობის სახეობებთან არის ის ზურგზე სხვა ჭიდაობები მთავრდება ქულა კაც რო ზურგზე დააგდებ ყველგან ქულა აქ იწყება ზურგიდან და ეს გარდი არის რომ აი ჩარლზ ოლივეირას ერთ-ერთი ძალიან მაგარი გარდი და ფაბრიციო ვერდუმის გარდში რომ მოხვდებოდი, ნუ ყველას გუდავდა და ეს არის ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს აი მთავარი მართლა ამაზე დგას გარდზე. და გარდიდან რომ საით კონტროლზე გადადიხარ, ეს არის უდიდესი ქულა ჯიუ-ჯიტსუს ტურნირში რა, რომ გარდიდან რომ საით კონტროლზე გადახვალ, ეს არის რაღაცა. ანუ უცბად 4 აი ჯიუ-ჯიტსუს თამაში რო ყოფილიყო, უცბად 4-0 მოუგო რა. აი უცბად ეს გარდი, საით კონტროლი, კრუსიფიქსი. რა ჩარლზ ოლივეირა ვინ ანუ სხვაგან არის ილია მართლა სხვაგან არის არიხსნება ეგ ყველაფერი ხო პარტერზე არ ნერვიულობდით აბა რაზე მე ნერვიულა ხა ოლივეირაზე ხო პარტერზე ნერვიულობდი და პარტერი მოუგო ილიამ პარტერი მოუგო ჭიდაობას ხო მოუგო და ჭიდაობაში ეგრე პირველივე მცდელობაზე საიდან აქეთ ამ მოაგდო ეგ მომენტი ანუ ამ ბრძოლაში აი მიუხედავად იმისა რომ პირველი რაუნდი არ შესრულდა ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალი გამოჩნდა ისეთი რაზეც შეიძლება აი ძალიან ბევრი საუბარი აი მაგალითად ისე მოდი ახლა იმ გარდის ამბავს მოვყვეთ აი კრუსიფიქსს რო გავუკეთებ ძირს ვიღაცას აი კრუსიფიქსის პოზიციამდე რომ მიხვალ
ეს არის ყველაზე დომინანტური პოზიცია. მაგიდან ფინიშია. ხო, მაგიდან ფინიში არის. კრუსიფიქსამდე მივიდა ილია. ნიშნავს იმას, რომ ვიღაცები რო გამოდიან, რომ ხა ილიას მოგების ფორმულასო ვეღარ ხსნიან, ხვდებიან, რომ ფეხზე ვერავინ ვერ უკებს და აი აჭიდავდება ხა ორი ის კონტენდერი, ვინც ახლა გეიჯის სართული კონტენდერად. პადის და აქეთ სარუკიანს ორივეზე თუ ვიმე რამეს წერს, რომ აი დაასაბმითებს. ჯერ ერთი საბმიშენებში ვინ უკეთესია, სარუკიანი ოლივიერას ჯგუფში ენახათ და ვინ იყო ძლივს რო გადარჩა 5 ჯერ, ის გამოჩნდა. მერე მეორე და პადის გათიშული, პადი წყავთ ძალიან ბევრჯერ საბმიშენით გათიშული, შეგიძლიათ ნახოთ ეგ ვიდეოებიც. და აი, პადი ჩავთვალოთ, რომ ოლივიერაზე უკეთესი გრეპლერი არის? უნდა ჩავთვალოთ. ვერ ჩავთვლით. აი, ეგ არის შეუძლებელი. პადი როგორ არის ოლივიერას გაიგრეპლერი? ხო და აი, სად არ არსებობს, ანუ ამ ბრძოლით ილიამ იდეაში გვანახა პასუხები იმ კითხვებზე, რაც არსებობს და იდეაში სამომავლოდ რა როგორ მოხდება, თითქმისა 99%-ით ვიცით. ის 1%-იც ეგეც რა, ფეხით რო წაუწთ. ადამიანს როცა ესე დარტყმას გაუტარებთ, არაფერი არ მოსდის. როდესაც ისეთი გრეპლერი როგორც ჩარლზი არის, ფეხზე შემოგეხვევა და ვერაფერს ვერ გიშვება და მაქამდე კრუსიფიქსს იღებს, ანუ საფრთხეს ვერ ქმნი. იქ არსებობს პასუხი, რომ ხო, იქ არსებობს პასუხი, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ისეთი სტილის მებრძოლი, ვინც ილიას განეიტრალებს. ილია მან არის ძალიან ბევრი რაღაცა. ჩარლზმა რა განვეორდები მაგაზე რა. ჩარლზმა როგორც შეუტია, ეგრე ვერ შეუტევს არმან ცარუკიანი. არ შეუტევს ეგრეც არმან ცარუკიანი. არც პეტი პიმბლეტი და არც ისლამ ახაჩევი. იმიტომ რომ მათ შეუძლიათ მე ის იძახდა პეტი პიმბლეტი რომ 46 ჩხუბი იყო და რა სულელივით იჩხუბაო სიმართლე it's embarrassing-ო რომ როგორ დაუდგაო შუაშიო და როგორ არა და თვითონაც იცის ეს ხა კარგი ამდენი ხანია ჩხუბავს. სხვა შანსი არისო რა ოლივეირას ხონდა ერთადერთი შანსი რომ წინ წასულიყო გაეტეხა ილია ფიზიკურად იქ ბადესთან რაღაცები ბინძური იდაყვი და ბევრი რაღაც გამოვიდა იდაყვი გაარტყა ორი ანდერჰუკი ქონდა ბადესთან რო წამოდგა რა ეკნა აი შუაში დადგა და რა ხნა ხა ილიამ რო ჯებიტან თავში და მაგ დროს რა იქნა უკან წამოსულიყო და გალიასთან მისულიყო წელავდა აი ხო ანუ აი წელ აზრი არ გქონდა ისევ ჩათვალა თან იმ იდაყვით გათამამებული იყო კი ალბათ ცოტა ეწყინა რომ საერთოდ ვერაფერი ვერ დამართა მაგრამ სერიოზული დარტყმა მოარტყა მე ანამდე კაცო აპერკატი მოარტყა ილიას და აბსოლუტურად გქონდა იმის მიზეზი რომ რა ეს არის ჩემი შანსი წინ უნდა წავიდე მაგრამ ნუ სადმიდი ის ეტაკები ილიამ რაც ჩაუტარა ეგ იყო აი ფეხბურთში რო შევა და რობენი რო ფლანგზე ბურთს იღებდა და შუაზე გადადიოდა და ურტყავდა ხოლმე აი ესე როგორი რითმი იყო ულამაზესი აი ყველაზე მაგარი რაც მანდ იყო ეს იყო ის ტემპო რითმი რა დარტყმებში ილიამ შეასრულა ეს იყო ერთი ტანში ერთი თავში და ხო არის ხო ერთი გაუკეთა რაც ეს ტემპის დარღვევა არის თავარი იარაღი იმიტომ რომ ეგ არის ტაიმ მეტი არაფერი არ ქვია ტაიმ მაგიტო ქვია ტემპი და დროულობა მაგიტო ქვია რომ ილიამ დაუსეტაპა კონკრეტული ტემპო რითმი და შემდეგ იგივე თავისივე დასეტაპებული ტემპით ძლიერი ჯები ჩაუსვა რაზეც ჩარლზმა გადაწყვიტა რომ წამოეგო და წინ წამოსულიყო და ჩარლზი როგორც კი დაიძრა და ხელები ჩამოვიდა ილიას წვენი ეჭირა ხელში და ეგ ატრიალებდა დეზერტი ეს რო დააგდო აი იყო მაგ გაანებე ძალას თავი გაანებე მძიმე ხელებს თავი გაანებე ყველაფერს თავი აი ეგ რაც შეასრულა ილიამ ეგ არის რა დონე იცი აი ჯერვონტა დევისი ტეოფიმო ლოპესი აი ეგ არის რა ჯერვონტა დევისი როგორც მოუგებს დაბალი დონის მოკრივეს აი ეგრე შეუსრულა ილიამაც ეს იყო მასტერ კლასი თავიდან ბოლომდე სადაც მთავარი იყო ტექნიკა სადაც მთავარი იყო fight IQ სადაც მთავარი იყო მექანიკა
მორჩა ეს იყო და ეს აი ეს თან რა არის კიდევ იმასე გამეორდები ოლივიერას ამბავში იმიტომ რომ მან ძალიან გეთახმები და მინდა რომ აღვნიშნო ვიღაცები რო გამოდიან და კიდე წერენ რომ ოლივიერაც ჩარეცხილი მებრძოლია როგორც ხვები ეს კომენტარების სექციას მე მიუყვები კიდე გავყვები ეს ქართველებს არ გვეხება ეს რა თქმა უნდა უცხოელ მაყურებლებს ვსაუბრობ ოლივიერას ჩარეცხილი აი მოდი ახლა დავფიქრდეთ ოლივიერა გეთახმები სრულად იმაში, რომ საუკეთესო გეიმპლანი დადო. თუ რაიმე გამოსავალი არსებობდა იმისთვის, რომ ეს წნეხი და ეს რაღაცა დიდი დაბკორება, რაც ილია თოფული არის, გადალახო, ეს არის ზუსტად ის სტრატეგია, რაც ოლივიერას ჰქონდა. და გავმარტოთ. ოლივიერას სტრატეგია იყო, რომ გრეპლინგი თავიდანვე ჩაერთო იქ რა თქმა უნდა ბედი ეცადა და ნახეთ რომ ამ ყველაფერში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია და ეს ოლივიერამაც კარგად ნახა და თუ ეს არ გამოდიოდა აგრესიული შეტევა, იმიტომ რომ მხოლოდ აქ არსებობს შანსი რომ ილიას რაღაცა გაუტარო, თორე კლასი როგორც კი დადგები დისტანციაზე და ებოქსავები იქვე მორჩება ის ძალიან აგრესიული შეტევები ქონდა, კლინჩიდან მუხლების ამუშავებას ცდილობდა ძალიან აგრესიულად, ამ იდაყვა, ანუ მოკრივესთვის ყველაზე უხერხული არის მუხლები და იდაყვი, იმიტომ რომ იმ დისტანციაზე სადაც მოკრივე მოდის, ყველაზე ეფექტური არის მუხლები და იდაყვი. რაც გააკეთა უბრალოდ ამ იდაყვის დარტყმის შემდეგ, იმ პოზიციის ისევ იმ გრეპლინგის გაცვლების შემდეგ, უბრალოდ და ეს დარტყმებიც ახლა ისე ზოგი ადარებს, რომ აი მაგალითად MMA-ში, აი ბოლო პერიოდის რო გავხსენთ, ომალი რო გათიშა ალჯო. ომალი რო ალჯო გათიშა, რა თქმა უნდა ძალიან მაღალი დონის სტრაიკერია ომალი, უბრალოდ მასეთ პოზიციაში, როდესაც ლამის ჭიპის ქვევით ქონდა ალჯოს ხელი და იქ თიშავ სხვარი და აი ოლივეირას მომენტს უყურეთ, აი ნიკაპს ცოტათი ცდება და ორივე დარტყმა ჯდება შიგნით. ეს არის უკვე იმხელა სხვაობა კლასში რომ გაიწელა. ალჯომ გააკეთა რა ისი აი მაგას არიზავს აი ძალიან სისულელე ხელები ჩამოწია და გაიწელა აი რაც გასწავლიან პირველ ორ გაკვეთილში და ისევ რა აი პატარა დეტალები ქმნის რეალურად იდეალს და ეს იდეალური მებრძოლი ზუსტად იმიტომ აილია რომ აი წვრილი დეტალებით რომელიც აი მაქსიმალურ ლეველზე აქვს აწეული იგებს ისე რომ უკვე არ გიტოვებს აფიქრა თეორიულადაც ვეღარ ხვდები ის შეუძლია რომ რაღაც საფრთხე შეუქმნას. აი მე რა ილუზიებში არიან ცარუკიანი რეებს ამბობს მაგაზე გადავალ ერთ რაღაცას დავამატებ რა. ილია არ მახსოვს ვიღაცას უხსნიდა ჯებს და ესე ხელზე არ ტყავდა არ ვიცი თუ შეგხვდა ეგ ვიდეო ამ კემპში. კი ნახე ხელზე არ და აუხსნა თითქმის ორი იდენტური მოძრაობაა ჩვენა და უთხრა რომ ეს ერთი არ შეიძლება მეორე სწორია. და რო შეხედო ერთ და იგივე რაღაცას შვება. დეტალი არის რომ ფეხთან და ხელთან ერთად მიდის წინ. ანუ კრივში მაგას გიხსნიან ესე რომ შენ რო შეეხები შენ როცა შეეხები ყბაზე მაგ დროს უნდა დადგა წინა ფეხი. ანუ შენი წინა ხელი და შენი წინა ფეხი ერთად უნდა ფეხი უნდა შეეხოს პარტერს და ხელი უნდა შეეხოს იმას რა ქვია მოწინააღმდეგეს. ამასთან ერთად თავარია უნიშნულოვანესია ფიქსაცია. რომ ხელი გადაგდების დროს იყოს მოდუნებული და მთლიანი აი ეს რომელ ხელსაც ურტყავ ეგ ყველაფერი მთლიანად უნდა იყოს ხრებში სუბუქად მოდუნებულად და კონტაქტის ბოლო რამდენიმე სანტიმეტრზე უნდა თელი აი ყველაფერი ფეხი მხარი ხელი მუშტი უნდა გააქვაო და ეს აი მაგიტომ ვამბობ რომ ამ ძალას განა აქვს ძალას აგენერირებს სწორი ტექნიკით და ეს რაღაცეები რაც იზილიამ დააკეთებს ეს ახლა ძალიან მე რო ვიცი იმას გენიშნობს რომ მე მაგ გამომივა ხო ეს თეორია სხვა პრაქტიკა რა თქმა უნდა მართლა გეუბნებით რომ MMA-ში რამდენიმე ადამიანია ვინც იცის ეგ აი რამდენიმე ოღონდ ერთადერთს გამოსდის მაგით მოგება ხო აი ნამდვილად რომ აი რომ გამოსდის რომ მოიგოს რა ხო და ძალიან დიდი ფორა ილიასთვის აი ეს ცოდნა მართლა სუპერ აი ის არის რა ქვია ასტერიქსი და ობელიქსი რაღაც როგორც ჩითერობდნენ აი ამ თავიანთი რაღაცა ჯადოსნური სასმელით აი ილია ეგრე ჩეთერობს იმით რა ქვია კრივით იმიტომ რომ ნუ არის არავინ არ იცის სხვა რა აი ყველა დარტყმას უტარებს ყველაფერს იმაშვება და თან
იცი რა არის, მაგას თავისი ფასი აქვს რა, ილია როგორც ჭუბობს, იქ ილიას მოხვდება, მაგრამ მოხვდეს მე. მოხვდეს რა, მოხდა იდაყვი და მარტება. ეგ იდაყვი. და იდაყვი, კი, ოლივეირას იდაყვი, აი დარწმუნებული ვარ, რომ ოლივეირა ხა აქ რო შემოვიდეს და იდაყვი ამაგიდას ჩაარტყავს, ჩაამტრებს ქვემოთ ყველაფერს. და არაფერი არ შეიმჩნია. მოძრაობაში მოხდა, ანუ კისერიც გადაუგდო, ილიასო გადაც სქელი კისერი აქვს და ეს ძლიერი დარტყმა თუ არა უკან ვერ გადაუგდო. და ამძიმე დარტყმა იყო. და არ ვიცი, ისე აი იმ კომენტარებზე ვახსენე, რომ ამ პერიოდში ძალიან კარგად ვერთობი უცხოელების კომენტარებით და ეხლა მოგიყვებით ესეთ ჩემ დაკვირვებას. ეხლა არის აი ეს ხალხზე ჩამოკიდებულობის პრინციპი რაშიც არსებობს. აი გამოჩნდა და ეხლა აგიხსნით რაში. როგორც კი ვხედავ, ახლა ილია ძალიან ბევრი ადამიანი გაამწარა. ეხლა ქართველი ვარ იყოს. მეც რა თქმა უნდა მაინც ილიას ფანი ვიქნებოდი, მაგრამ გულს დამწყვიტავდა, იმიტომ რომ ჰოლოვეი გათიშა, ვოლკანოვსკი გათიშა, აკერ ჩალზი გათიშა და მართლა ის გახდა რა, UFC-ს თანოსი. და ქვებს აგროვებს ამ ლეგენდებით. და აი ეს დაბოღმილი ხალხი, რომ აი ხავს ეკიდება, რომ უცებ დარწმუნებული. ეხლა მაგარი დაკვირვება ვნახე თქო რომ ვამბობ, აი აქ ამთავარი. ადამიანი რომელიც უცხოელი ტიპი იყო, გადავედი წერს ესეთ კომენტარს, რომ ილიას დაამარცხებს პადი, იმიტომ რომ პადი ძალიან დომინანტი მოჭიდავია და რაღაც ესე ბლაბლაბა, ნუ გვარი ეგრევე რაღაცა შარიპო, მარიპო რაღაცა, ნუ გასაგები იყო მის. უბრალოდ გადავედი და რაღაცა მეთქი ძველ პოსტებზე გადავხედავ და ისე პადის თემა ამომიგდო შემთხვევით. და პადიზე წერს, რომ აი ესეთი დაბალი დონის ჭიდაობა რო კონდესო ჩვენთანო ვინმესო, იმასაც გუნჩიც არა ვიყვანთო. და აი ეს წარმოიდგინე ადამიანის პოზიციას როგორ უცლის ბოღმა, რომ ოღონდ ილიაზე რაღაცა თქვა, რომ აი რო წითლდები მარტივად. ეგრე გაიმარჯვა მარტივად და სხვათა შორის ჯოროგანზე მომეშალნე რომ მე დავაკვირდი რა მოხდა მათ იქ პედი რო მე ანუ ილია დგას რაღაცას ხო აქო ძალიან ბევრი ერთი სუკანი blonde bitch is here though მეორეს ვაგერო წელით კივაო და უნდა ეთქვა რომ და ამ დროს ჯოროგანი გადმოხდა და მოდი რა კიდე აცადე კაცი ლაპარაკობს მე ეხა დენავაიტი ჯოროგანს ყურს ვერა უწევს ჯერ ერთი როცა მაკაცები და ეხა ჯოროგანია და მაგ შენიშნოს ესე არ მიიღებს და არც ეთყვიან და არა კადრებენ მაგრამ აშკარად იცი რა იყო რომ ჯოროგანთან ხო თქვა ილიამ როპედისთან ჭუბი მაინტერესებსო რა და ეხა ამან თავის თავზე აიღო როგანმა აშკარად და ნუ ეხა ვინმეს თუ დენავაიტის გარდა რამის აღება შეუულია თავის თავზე ჯოროგანია და ეგრე გადაწყვიტა მაგრამ რა ვიცი დენა მაგარი გაბრაზებული იყო რა უნდა სადავიდა ჯერ ოჯახიც იყო თავზე გაბრაზდა იცი რა ფორმაში იყო პედი იყო აი ერთი ჯგუფელი ყავდა ეგეთი რაღაცა ჯეაუგემონო კაცია რა კაცია რაღაცა ბაზრობის ჯინსები და რაღაცა თხელი კეტასები და რაღაცა კურტკა ბაზრობაზე მეწვიდულობ ჯინსებს ნერვიულად ანუ რაუგემონო ჩათვლი ერთმა მოფლაშული გასიებო აი როგორ მინდოდა რომ ეჩქმიტა რა აი რეთქული ჩავლე ლოყებზე და ესე გაუკეთე და დენავაიტი შეიძლება მაგაზეს გაბრაზდა რას გავდაო აღარ თქვა და აი რას გავდაო უნდა ეთქვა არ ნუ ჯობდა ისე რომ არმანიას ვიყო მაგრამ მე რაღაც ები ლაპარაკატო პრაის მიჩელს ხო ბრუს მიჩელიო თუ რა ქვიაო არა იმას გეუბნები რა ქვია დენას ხო არ უნდა რომ არა ძალიან კაფეო თქვა მე უსმინე მაგ ინტერვიუს რომ არმანი არ იქნება შემდეგიო აი ესე წერტილით თქვა რა და მაშინ რაღაცა და ხო და აი ეხა ეგ გახდება სალაპარაკო რომ ჩვენ ჯერ ხოლმე გაურბოთით თუ ვიღაცას და ეხა ნუ მაშინ არმანი თუ არ იქნება შემდეგიო და ისეც ძალიან მე მინდა ანუ ვისაუბრებ მაგას მაგრამ არმანთან მინდა ძალიან იმიტომ რომ არ აბსოლუტურად უშანსოდ ანუ როგორი ილუზიებში არიან რომ არმან ცარუკიანი რომელმაც გამროტთან წააგო ხო აი გამოვა და ილიას დაჩაგრავს ვაიმე ხალხო ვაიმე ჯასტინ გეიჯის უფრო მეტი შანსი აქვს ილიასთან ვიდრე და ჯასტინ გეიჯის ისლამ რა ქვია არმან ცარუკიანს ჯასტინ გეიჯი შეიძლება რაღაცა მოგიგონოს მოიქნიოს ციხლი იქიდან საიდანღაც გაგარტყას თავში ან ჩავიდეს და ამოფრინდეს აფერქოთით და ველური მებრძოლია და აგერ როგორც ოლივეირაზე იყო
ცარუკიანი არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მებრძოლი. კაცს ვერავის ვერაფერს ვერ უშვება decision-ს. ეხლა ნახე რაღაცა, ეხლა რა დღეს ნახე რაღაცა ნიუსი, რომ ნიუსი რა ვიდეო იყო TikTok-ზე ამომიგდო ტრიკუსი ესე მიბოდიალოს და ეკითხებიან რაღაცა და შენ ქარზეო და კომეინს ამბობს, რომ ეს ჩიმაის ხო ჭუბება. და ჩემი კომეინი არისო, ეს მებრძოლებაზე ხანდახან სისულელე იცი, ახო კერიც რომ ამბობდა ადრე გახსოვ თუ გახსოვს. ეს ტრიკუსი ამბობს, რომ ჩემი კომეინი არისო, პადი vs გეიჯი. ხო, ჩანიშნულია. ხო და პადი vs გეიჯი თუ ჩანიშნულია და ახლა სარუკიანს არ მიცეს, მაშინ ისნავს, რომ ამ პადი და გეიჯი შორისა და ამ ორ ადამიანში თუ სარუკიანი ვერ მოხვდა, ანუ პირველი შეიძლება არ იყოს, მეორე აი პადის რატო ეკუთვნის უფრო მეტად. რაღაცა მე არ ვიცი რა ხდება, მაგრამ არმანმა ის წონის ჩაგდება, მუის სხვათა შორის. ნახე სკორმი მოთხრა. გამარჯობათ რაღაცებს რომ იწერდით, რა იცი, რო წენობე რა ვიცი და ვიცი რა, ნათელი იყო, აბა რას გავეხე, კაცმა ტრავმა მიიღო და დენავაიტი გამოვიდა და ტრავმა როგორ მიიღე, შეუსინდისო წადრიგში რა. ტონი ფერგიუსონმა დენავაიტს ხაბიბთან ისტორიული ჭუბი ჩაუგდო ტრავმით. რა მე პირიქით მიცა ეგრევე შანსი, იმიტომ რომ იცოდა რომ ტრავმა მიიღო და ცარუკიანმა წონა რომ ვერ დააფიქსირა და რა ვქნათ ვითომ წელი ვიტკინეთ და რა მოიგონა და ნაგლად იტყუებოდა ეგ იყო. აი მაგაზეთს გაღიზიანდა გამიგე რომ აი რატო არ ხარ სკოლაში არ მანდ წელი ვიტკივა მასა ეგეთი რაღაცა გაგო. ბუქს რო ჭამს გარეთ. ხო და გარეთ მართლა. და მარა ხო რა ვიცი ხა რამდენი ხანი უნდა იყოს ეს კუთხეში დასჯილი და დატუქსული. მე ჭუბზე თქვა გამროც დავაზობდნენ რა. ხო და უარი თქვა. ისე ეგეც ის არის რა. რატო თქვა უარი? კასთან წაგებული გაქვს და წადია რევანში. დამტკიცე რომ უკეთესი ხარ რა. ხო და მოკლედ არ ვიცი, აი მან ჩემი აზრით ყველაზე მეტად იმან გააღიზიან აი პრესკონფერენციაზე, რომ რა ვიცი, ბუნებრივი წონით გამოვიდა რა. ხო, არა, იდიოტო. არა, ოღონდ ბიჭო, მე მგონი მაგის ბრალი არის იყო. ნუტრიციონალს ხო, აშკარად იტალიელი შეფი რო და ის ეთყობა არ უთხრეს იმ იტალიელ შეფს. რომ წონას იკლებს. წონას იყლებდა და ვაი და დაუდო იმენ და ნერწყვი წამომივიდა რო დავინახა ხალხი იმას ჭამს, რა ქვია, ზესუმზირას და იმას პრას და რაღაცებს ჭამე და არ მანამ დაიდო პასტა გადაახეხა ყველი ზემოდან რაღაცა მე დავაი მეთქი რა საკეთებს ეს და მე იყო 60 რა ქვია 10 კილოთი მძიმე და ნუ არ ვიცი შეიძლება მართლა მაგის ბრალი არ იყო მაგრამ არ ემჩნეოდა გოჭევით რო იყო 2 დღით ადრე პრესკონფერენციაზე ხო არა ეს აშკარა არის რომ ცარუკიანი სუფთად იმის გამო ისჯება რომ ესეთი რაღაც გააკეთა თუმცა ნუ ცარუკიანი იყოს გინდ გეიჯი იყოს გინდ პედი იყოს არაფერი არ შეიცვლება დიდი ალბათობით უბრალოდ ეს კამპანია რაც აქვს ამ haters gonna hate არის ზუსტად რომ აუ ისეთ სისულელი ანუ იმდენად ეს მაფიქრებინებს ილიას იდიადეს რომ იმდენად მაღლა არის რომ კადრულობენ რომ ესეთ სისულელები თქვან